მართლმადიდებლური ხარვეზები შეიძლება იმდენი არ ქონდეს, თუმცა ამაზეც ვიტყვი 1-2 სიტყვას, მაგრამ ნებისმიერ კანონს სჭირდება აღსრულება. აღსრულება რას ნიშნავს? ხო, რომ სასამართლოში უნდა წაიღოს საქმე, რომელიც ანუ იქიდან კორესპონდენციას რომ მიიღებ, თქვათ ის უსინათლო შენ მას ვერ გაეცნო მტკიცებულებებს და რაღაცებს, იმიტომ რომ არ არის სასამართლო ვალდებული რომ ეს შენთვის უზრუნველყოს, ანუ ვიღაცამ თუ არ წაგიკითხა შენ ამას ვერ მოისმენ და ვერ გაიგებ. კაი, სარჩელის ფორმას დავუშვათ ეხლა წარადგენ უკვე ჩვენი პროცესების შედეგად, მაგრამ პასუხს და სხვა საბუთებს ვერ მიიღებ და მეორე კიდე ნუ ხა 8 და 9 წელი რო გაგრძელდება და მესამე ამბავი არის რომ ვიღაცამ უნდა თუ არ გაქვს ახლა იურიდიული განათლება და ზოგადად განათლება თუ არ გაქვს ვიღაცა ადვოკატი უნდა დაგიჭიროს ხარი ხო უნდა იცოდეს შენი უფლებები და ხა არასამთავრობო ორგანიზაციები მტრად არის გამოცხადებული და აღარ არსებობენ ამიტომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ის რომ ქალაქებში არ არის მისაწვდომობაზე მუნიციპალიტეტებში პასუხისგებელი პირები, რომლებიც შეამოწმებენ აი ამ ახალ შენობებს, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს და უბრალოდ ესე ჰარი-ჰარალოზე არ ჩაიბარებენ, იმიტომ ამას კომპეტენცია ჭირდება და ამას ჭირდება რესურსი. და ნუ მესამე ამბავი არის, რომ ხო, ეხლა ნაცნობობით და კორუფციით, როცა ყველაფერს ჩამოუწერენ და ანუ არ დააჯარიმებენ და დარღვევებსაც მიუტევებენ, ეს არის კიდე მესამე ამბავი. ეხლა რაც შეეხება კომფორტს, რაც შეეხება, ხო, ანუ არანაირი ძალიან ცოტა სერვისი გვაქვს. აი მაგალითად, ვინც მოგვიანებით დაკარგა მხედველობა, ან ვინც აქამდე სახლში იჯდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მათთვის არაფერი არ არის, რომ ისწავლოს იმან მაგალითად გადაადგილება, ხელჯოხით, რა თვითმოვლა, საჭმლის მომზადება, რაღაცა. ნუ გგონიათ მშობელი ამას ვერ ასწავლის, იმიტომ რომ მშობელმა თვითონ არ იცის, არის ტრავმირებული, არის შოკში და მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზი არის. ესეც სერვისი არ გვაქვს. ანუ არაფერი არსა და არ გამისამართებს. სწავლა თუ გინდა უმაღლეს სასწავლებელში, უმაღლესების დონეზეც არანაირი ხედვა არ არის ინკლუზიის განსაკუთრებით, აი ცოტა რთული, აი ისეთი ტექნიკური პროფესიები, ფიზიკა, მათემატიკა, მუსიკა, სადაც ნოტები გჭირდება, რაღაცა იმდენი რამე. და თუ რამე ისწავლე დასაქმების მხრივ რა ხდება? არც არაფერი არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ ახლა ბევრ შეიძლება ეს არ მოეწონოს, მაგრამ როგორც ძალიან კარგ, ასევე არც თუ ისე კარგ ქვეყნებში ძალიან ბევრ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს კვოტები, რომლებიც ავალდებულებს დამსაქმებელს რომ დაასაქმონ ან საგადასახადოში რაღაც თავს ან რაღაცას. იმიტომ რომ როდესაც ნუ ცნობიერება დამსაქმებლების ძალიან დაბალია, რაღაც გარემო არ არის მისაწვდომი, ვებ მისაწვდომობა არ არის საიტების, კი მივიღეთ კანონი, მაგრამ იმ კანონის აღსრულებაზე ხო, ამაზე არ ერთხელ გვისაუბრია. კი ბატონო